პროევროპულ აქციაზე დაკავებული თედო აბრამოვი მტკიცებულებების არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. აბრამოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული. რამდენიმე საათი რჩება პუტინისა და ტრამპის შეხვედრამდე, რომელმაც უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დაასრულოს. თეთრი სახლის ინფორმაციით სამიტი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. გუშინ ტრამპმა თქვა, რომ არსებობს 25%-იანი შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა წარმატებული არ იყოს. მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები კარგად წარიმართება, მეორე შეხვედრის გასამართად ზელენსკის დაურეკავს. ჩვენ არაფერს გეგმავთ წინასწარ, ჩვენ ნათელი გასაგები პოზიცია გვაქვს, ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაგეგმილ შეხვედრაზე. ალასკაში ქალაქ ანკორიჩში ტრამპი პუტინის შეხვედრის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. ასეულობით დემონსტრანტი ქალაქში გუშინ შეიკრიბა და ავტომაგისტრალთან აქცია გამართა. მათ თან ჰქონდათ უკრაინის დროშები და პლაკატები წარწერით. უკრაინა და ალასკა აღარასდროს იქნებიან რუსული. სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. გასულ ღამეს დემონსტრანტებს საპოლიციო ძალები და მმართველი პარტიის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფები ისევ დაუპირისპირდნენ. შეტაკების შედეგად დაშავდა საპროტესტო აქციების 80-მდე მონაწილე და 27 პოლიციელი. დააკავეს 50-მდე ადამიანი, დაზიანდა მმართველი პარტიის ოფისები.